პირველი წიგნი გახსოვთ რა წაიკითხეთ? კი. არჩილ სულაკაურის სალამურას თავგადასავალი. მაგას ხო წევნის იმას რომ წაიკითხოს ახლა გითხებს ემილის. და სალამურა რატო წავიკითხო სპექტაკლი ვნახეო? არა, საყვარელი. და რომელი წიგნი წაიკითხეთ ძველი გამოცემა სქელხტიანი მაგარი ნახატი. რომელშიც იყო სალამურაც, იყო ბაიაც და იყო ისა მესამეს რაღაცა ქვია სარკეში რო გადადიან. აღარ მახსოვს, მაგრამ ეს წიგნი მაქვს ზუსტად. სამი ეს არის შიგნით. შენი პატივცემულო? კი. ჩემი იყო, ჩემი დრაც წავიკითხე, პირველი იყო კარლსონი. აუ, შენ ხო დიდი კარლსონოლოგი ხარ. და იმის მერე წელი არ გავა რომ კარლსონი არ მართლა. ეგეთი მაგარი პერსონაჟი არ არსებობს სამყაროში. ჩემთვის ყოველ შემთხვევისათვის ჩემი იყო და ისა იყალთველი ბიჭები ხომ მოსვენთვის ნათქვამი და რაღაცა გემრიელად მახსოვს, მაგრამ წიგნები შემჩევი ყოველთვის მამა ჩემი იყო ხოლმე რა. ნუ სოფელში ჩავიდოდი და პირველი კარადაში შევარდებოდი, იქ რასაც პოულობდი. მე კითხულობდი მამა ჩემის გარეშე, მაგრამ თბილისში ნუ მამა ჩემი იყო მაგის. ჩემ შემთხვევაში დედა, ძირითადად დედა, მაგრამ ძალიან მალე მომცა არჩევის თავისუფლება რა. ანუ უბრალოდ რაღაცა მითხრა რომ აი ამ თაროზე უფრო აი სათავგადასავლო არის და ამას მიხედ მე ვიყავი ძალიან ისეთი ჯიუტს ვერ ვიტყვი, მაგრამ ცნობის მოყარე ბავშვი უფრო მაგაზე ალბათ განსაზღვრება და რა თქმა უნდა რომელი თაროებზეც მეტი მითითება იყო ის ნაკლებ მაინტერესებდა. რომელზეც არ იყო, ის უფრო მაინტერესებდა და ხო აი ხა სულაკაურის მერე პირდაპირ ბიძია თომას ქოხზე გადავხდი, რომელიც ნუ დედამ მირჩია, მაგრამ ძალიან პატარა ვიყავი, მაგისთვის ეხლა ვხვდები, 6 წლის ამ წავიკითხე და მოგეწონა? კი, ძალიან. და ბევრი ვიტირე მახსოვს, იცი რა იყო ორი ფაქტორია. ერთია რომ ძიმე იყო ჩემთვის როგორც ბავშვისთვის და ფინალზე ბევრი ვიტირე და რაღაცა. მეორე იყო რომ ძალიან ღრმა ბავშვობიდან გამომიმუშავა რაღაც ემპათიის გრძნობა, ხო? ანუ მე უკვე რაღაცა ასაკში იმდენად გაუგებარი იყო ჩემთვის რასიზმის ხო, მიზეზები და მგონია რომ აი ამ წიგნსაც ჰქონდა თავისი გავლენა მაგაზე. პირველი წიგნი რაზეც მაგრად ვიტირე იყო მეფე მათიუს პირველი. აუ, რამდენი ვიტირე, თან ძალიან უცნაურ ვითარებაში წავიკითხე, დიფტერიის აცრა გავიკეთეს და ექიმად სუდად გამიკეთა ნემს და ფეხი გამიშეშთა. და ერთი კვირა ვიწექი სახლში, მეტი რა გინდა სკოლის პერიოდში, რომ სახლში ხარ, ერთი კვირა თავს გველებიან და გავსკდი ტირილით იმდენი. ო, ძალიან უმაგარი ემოცია აქვს წიგნის ამბავზე რო ტირი. ბიძია თომას ქოხი სოფელში წავიკითხე. აგზაული მქონა წამეკითხა ისა ბალთაზარკოსა რატომღაც და აი მოხამი მქონა რომ წამეკითხა. მე დეკამერონი წავიკითხე ჩუმად. მოახერხე მარტო რო ჩავედი სოფელში ეგრევე. დეკამერონი იყო ჩემთან სახში სახლის ბიბლიოთეკიდან დეკამერონი იყო. ო, ეგეც ხა. ჩუმად წავიკითხე. მე წონებული მამა ჩემ ხედავდა რომ კითხულობდი, მაგრამ ეგეთი პირველი შოკი, რომ თურმე ლიტერატურაში ეგეთი რაღაცები შეიძლება იყოს, მქონდა დიდოსტატის მარჯვენა. ხო, იქაც. ძალიან ისე დავიწყე რა კითხვა რაღაცა, ამეფო, სვეტი ცხოველი რაღაცა და უცებ ნაცნობის სცენა ყველასთვის რა ხდება მეთქი, პატარა ვიყავით, რა ალბათ რა. არასრულწლოვანი. და მოიცა ბარემ ვიტყვი წიგნების თემაზე. ეთყობა არ ქონა მამა ჩემს წაკითხული, ან არ ახსოვდა თორე ბალთაზარკოსას კი არა. 1001 ღამის ეგ უნდა მეთქვა. იქ ამბები იყო, რასთამარა. კი, 1001 ზეპირად ვიცოდი რომელ მე მგონი დღემდე მახსოვს რომელ გვერდზე. გვერდები კი. დეკამერონში მქონდა მე ეგრე ერთი თავი იყო, ეშმაკის განდევნა ერქვა. რა ხა ბევრი სასტურია აქვს ჩვენ შვილებს, მოდი ასე ვთქვა. რა წიგნის იმაზე აი არც შეხედავენ ზე. ჩვენ დროს ეგ იყო. ეგ იყო. აი ჩემ შემთხვევაში მაგალითად მრჩეველი დასაწყისში იყო მამა, სხვათა შორის კალსონი მამა მირჩია და მე როგორ შვებოდი, იცი, აი რაღაც წიგნი რომ მომეწონებოდა, ვეკითხებოდი. თვითონ აღარ მირჩევდა რა და მეუბნებოდა, ой, კარგი, არც ეს წიგნზე არ ვთქვა, სუდი სხვათა შორის. ალბათ იმიტომ რომ ერთი იმდენი წამეკითხა რა და ო მაგარი იყო სანთლში ხსეკითხა იყო ერთი დიდი სიამოვნება რა კი იცი რა არის თან შენ რომელ წლიანი ხარ 96 ხო აი ანუ ისეთ პერიოდში გავიარეთ ეგ დრო რომ გარდა იმისა რომ ნუ ხო არ იყო სხვა საცდურები არ იყო ტელევიზია შუქი არ იყო ტელევიზია კი იყო კომპიუტერი საერთოდ არ იყო რაღაცა არაფერი არ იყო და წიგნი იყო კარგი გასართობი მეორე მომენტი იყო კიდე რომ
აი ამ გარემოს სიბნელისა და სიმძიმისა და იმისგან გაქცევის საშუალება იყო. შენ აღარ ცხოვრობდი უცებ ტყუიებში და ბეტერებში და რაღაც უბედურებაში და ცხოვრობდი, რა ვიცი, ლუი მე-14-ის კარზე, რაღაცა იქ-აქა და ხო, ეს მე მგონია რომ აი მაგთაობის ადამიანები, ვინც ბავშვობაში ვკითხულობდით, ყველანი ცოტა მეოცნებებად ჩამოყალიბდით რა, იმიტომ რომ ეგ იყო ესკაპიზმი, როგორც ეძახიან ხოლმე რა, ცოტა. იცი რამდენჯერ მიოცნებია საიდუმლო კუნძულის ბოლოში, აი უკვე ცეცხლი როა, ვულკანი როა მოხეთქავს, ნეტა ახლა ამათთან ერთად ვქნა, რომ ის რომ მოდის, დუნკანი რომ მოდის, რომ აი ეს დანახვა გამიხარდეს. აი მიოცნებია. მე სპარტაკი რო წავიკითხე ჯოვანოლის. იქ არის ერთი თავი, სპარტაკი და გლადიატორები და აჯანყებული. თეთრი წიგნი გვერდზე წითელი ყარში. კი, ტყეში რო გაიხიზნებიან, სანამ მარკუს კრასუსი მოვა თავის ლეგიონებით. სპარტაკი გაანაწილებს განლაგებას თავისი ჯარისას და დანიშნავს 100 მეთაურებს, 10 მეთაურებს და ასე შემდეგ რა. და ბავშვობიდან მე აი ფეხბურთის შემთხვევაშიც წერან ვიძახდით, რომ იმებს ხატავდით რა ქვია ცხრილებს კალენდარს ჩემპიონატს ხო ბავშვობიდან მიყვარდა ეგეთი რაღაცეები რა ფეხბურთში სუნიმებს გუნდებს ვადგენდი და რაღაცა ხატავდი მოედანს და ასე შემდეგ და ეს ავიღე და ის გავაკეთე ცხრილი სპარტაკი მერე ვინ არიან რაღაცა მისი სახელები აღარ მახსოვს რაღაცა 3 მეთაური მერე თითოეულის ლეგიონში რამდენი კაცია რაღაცა და სანდროც იყო იქ რა ანუ სპარტაკს ყავდა ვიღაცა ევტეუსი, აიაქსი, ტარანასი და სანდრო. იყო რომელსაც თავისი ლეგიონი ყავდა ამ მომში, რომ დამარცხა. არა, ხო, გახსოვს ფილმს მეორე ვიტირე მაგ წიგნის ამბებზე, მაგრამ ნუ აი იმ რო კითხულობდი, იქ ვიყავი რა, ეხლა რომ მოდიოდნენ ესე, მეც მივედი ჩემი ჯარით. კაი, წიგნი იყო, რომელზეც ტირილი არ გიწერდა ჟიულერნი. ო, აბა. ყველას ქონდა არაჩვეულებრივი ფინალი. მოდი მაშინ ესე დავსვათ კითხვა ჩემოლადო. აი რომელი ნაწარმოებია, რომელიც ფიქრობ, პრინციპში შენც მითხარი. რომ ყველა ბავშვმა უნდა თანამედროვე ბავშვმა უნდა წაიკითხოს. გეგულებათ ეგეთი რომელია. შენც გითხარი მე. მე ხო იცი რასაც ვიტყვი. მე ვიცი რა არის, ბევრი არის ისეთი რომელიც კარგ ადამიანად ჩამოყალიბებაში დაეხმარება. მე რა ვიცი, ეხლა თუ თქვა თანამედროვეობიდან ძალიან ვურჩევ ხოლმე ყველას ჰარი პოტერის წაკითხვას, იმიტომ რომ ბევრი ადამიანური ფასეულობაა შიგნით, რაღაცა მეგობრობა, თავგანწირვა, სიყვარული, ოჯახი, ბევრი რაღაცა, რაც მნიშვნელოვანია და მგონია რომ თან უფრო თანამედროვე ბავშვები მარტივად წაიკითხავენ. თუმცა კლასიკური ლიტერატურიდან ძალიან უსაყვარლესი ნაწარმოებებია, რომლებიც აი იგივეს გამოუმუშავებს რა. რავი ყველაზე მარტივად თუნდაც 3 მუშკეტერი. ჩვენ ძალიან ისე 3 მუშკეტერი ცოტა ხელაღებით ვიძახით ხოლმე რა, რაღაცა. ხო. უამასიათ ვიღაცა ყავდა 3 მუშკეტერს. ის პორტოსიო რა ქვია, ის იყო მუხტამჭამელას უჭამდა და სმაზე იყო, ისო ვიღაცის ცოლებთან დაძვრებოდაო. ეგ არის მე და მაგილებულებებზე ვზრდიდითო ჩვენო ბავშვებს, ვიღაცალან წავდა Facebook-ში აღარ მახსოვს ვინ. რატო მაშინ არამისიც თქვათ ისე. ხო, არამისი და ყველანაც გაკაცო, განავინმე სიბორი. არა, ხო, ესე თუ გავყევით, ნებისმიერ პერსონაჟს გავლა. ხართულ ზღაპრებსაც ხოლმე ანძღავ. ვეფხისტყაოსანში ნებისმიერ ყველას გავანძღავ ვეფხისტყაოსანში. მასე თუ მივდექი. ხო, არა, ჩემი საყვარელი ნაწარმოებია, ვეფხისტყაოს სამაგიდო წიგნია, პერიოდულად ვკითხულობ, მაგრამ თუ ეხა შენ შარზე ხარ ხო? ასე ყველას მოუძებნი შარს. რავი, შარს ავთანდილსაც მოუძებნი, თინათინსაც მოუძებნი, სად გაუშვა ეს თავის საყვარელი კაცი 3 წელი ცოდო არ არის, მოკვდეს, შეაკვდეს ვიღაცა უცხო კაცს. როსტევანსაც მოუძებნი და რა ვიცი, ტარიელსაც რო გამოიქცა და ტირის ან იქ ისინი რო დახოცა რა სერჩოდა იმათ. მიზეზ დოსმარილი აკელი. ხო, აი ეგ არის ეხა, თუ კონტექსტს არ გავყევით ეხა. იქ არის 3 მუშკეტერის, ესეთები არიან. მე მაგით იცი რა არ მეყვარს კიდე სტერილიზება რაღაცეების რა. აი მან ხო მაგარი ის არის რომ აი ეს განსხვავებული ტიპები, კაი ძმაკაცები არიან რა.
და შეუძლიათ არიან, აი ჭხუბიციციან და არიან ის რაც არის რეალურად ადამიანი და დავარცხნილი არ არის და განმაგარი. ხო, თორე ახლა ესეთი სანდომიანი 4 პიროვნება შეიკრიბა და არისტოკრატიულად გადაწყვიტეს მის საკითხი, ბურნუკების საკითხი, ასე არ არის. ცხოვრებაშიც არ არის. არ არის ცხოვრება. მართლა. შენ იქნება მდგმური. არ ვიცი, გმური. ძალიან ჩარჩენილი ვარ მე, არ ვიცი. რამდენჯერ მაქვს საკითხული, არ ვიცი და ჩემთვის რატომაც პირველია დღემდე რა. ის საბავშვო შეიძლება არ არის, მაგრამ ხო, მაგრამ მგურის ტექსტთან ერთგულოს სიყვარული აუხსენის ცალკე ხელში ჩამაყდები და შეიძლება ეგ ემოციაც ვიყო, არ ვიცი. აი მოზარდობისას მაინც უკვე მე 11-ში ვიყავი, მე მგონი რომ წავივიქცე პირველად. ძალიან კაია. ჯემალ ქარჩხაძის მდგმური. ნუ ჩემთვის ყველა ადამიანს მინიმუმ ერთხელ კალსონი უნდა კონდეს წაკითხული. აი რა ვქნა, ვერ გამოვდივარ მანდ. კალსონის ხო რამდენჯერ ყავთ ის ნაგორავები და ახლა. კალსონის სხვადასხვა შვედეთში ძალიან პოპულარული პერსონაჟია. რაღაცა მე მგონი რაღაცები აკრძალულია და შვედეთში. ხო, ჩემი მეგობარი იყო შვედეთში ლინდგრენის მუზეუმში და ჩემთვის უნდა და წამოიღო რაღაც კალსონის რამე საერთოდ არაფერი არ აქვს კალსონის. იმიტომ რომ ხულიგანი ტიპია რა, ახლა ბავშვს კარგს არაფერს არ ასწავლის. აფუჭებს, ზარმაცობს, მუქთან ჭრე, ყველაფერი ცუდი აჭირდება. კი. მაგრამ მაგარი ტიპია. საერთოდ მაგ თვალით რო შეხედო, ასტრიდ ლინდგრენი არ შეიძლება ბავშვმა წაიკითხოს. პეპიც არ არის მოწესრიგებული. პეპი არის რაღაც არეული და არეული ცელქი მარტო მცხოვრები ბავშვი რეებს ასწავლის. ემილი ანუ რეებს საკეთებს საერთოდ, ხო? და რავი, ის სამპროკელებიც არ არიან თლად მოწესრიგებული. არავინ არ არის დავაგებული მანდ, კაცო, მაგრამ ზუსტად მაგიტო არის საყვარელი, ყველაფერი ძალიან ბუნებრივია, ძალიან ბავშვურია, ძალიან თავისუფალია. ყველა ბავშვი ხედავს თავის თავს. ხო.